მოგესალმებით, ფასო მეგობრებო და მსვენელებო, მე მითხარ თქვენ შემოგთავაზოთ პანდორა რევიზიონის არიანა ბრეგინას ახალი ვიდეო, რომელიც ეხება მთვარის დაბნელებას, თუ რა ენერგიას მოგვიტანსო ჩვენ ეს მთვარის დაბნელება. ეს ვიდეო არის ახალი დადებული 3 მარტის. მაშინ დავიწყოთ. 3 მარტი არისო მთვარის დაბნელების კენტერო, ასე თქვათ. ალენა ამბობს, მე ხლა ჩემ წინ მიდენაო რუნების ყოლოდა, მოდითო ახლა მე ამოვიტანო რამდენიმე თავს ამ წყლიდანო, ხო, რუნები ეს არის ესე იგი თავიდან სლავიანებს ქონდათ თავიდან ჯერ როდესაც მაპატიეცის ამალი მაქვს ჩადებული, თავიდან როდესაც არ იყო ამდენი ეროვნება დედამიწაზე, იყვნენ სლავიანები, იყვნენ ატლანტები, იყვნენ ჩინელები, მაშინდელი ყვითელკანიანი ჩინელები და სლავიანებს თავისი დამწერლობა ჰქონდათ და ეს რუნები მეორე დამწერლობა სლავიანების. შემდეგ რასაკვირველია, კიდევ ახალი დამწერლობა მიიღეს მაგათმა, რომელიც დღეს დარჩა სანსკრიტის სახით და ეს სანსკრიტი შენარჩუნდა მხოლოდ ინდოეთში, ანუ ძველ სლავიანური ენა. ამოიღო პირველი რუნა ალიონა, მეორე რუნა ქარიშხალი, მესამე რუნა ჩვენი ცივილიზაცია. ეს არ არის კარტი, სამკითხაო ტარო და ან რომელიმე სამკითხაო კარტი. ეს არის რუნები. ყოველ რუნას აქვს თავისი მნიშვნელობა, როგორც ჩინურ, კორეულ და იაპონურ იეროგლიფებს. და კიდევ ერთი რუნა ამოიღო, რაც ნიშნავს სძესთ, ანუ როდესაც ადამიანი არის დაყრდნობილი საკვებით. ხო, რუსულში ეს ერთი სიტყვაა სძესთ. მაინც მოგიძებნება ხამე. ანუ გაჯერება. და კიდევ ერთი რუნა ამოიღო, რაც ნიშნავს გახლიჩვას, განცალკევებას, ასე ვთქვათ, უფრო ჯობს გადავთარგმნო როგორც განცალკევება ან გაყოფა. და ალიონა ბრეგინა აგრძელებს და ამბობს, რაც ეხებაო მთვარის დაბნელებასო, მოდისო ენერგიები, რომლებიც აკორდებაო მთვარ ყურს ადევნებსო, მოქმედ პროცესებსო, რომლებიც ხდებაო დედამიწაზე. და ეს რუნა ყურადღება, თვითონ რუნა არის ის რუნა ნიშნავს ყურადღებას და ეს ყურადღება ამახვილებსო ყურადღებას იმ ნეგატიურ მომენტებზე და ესე იგი გამოიჭერსო იმ ნეგატიურ მომენტებს, რომელიც ჩვენ დედამიწელებს გვაქვს კიდე დასამუშავებელიო. რუნა ქარიშხალი გვაჩვენებს, რომ ჩვენ ეს რუნა, რომ ეს ნეგატიური მომენტები მუშავდებაო და მუშავდებაო ისე ძლიერ და ისე ძლიერად მუშავდებაო, რომ თვით ამ რუნის დასახელება ქარიშხალი. ქარიშხალივით ამ ნეგატიურ მომენტებს ქარიშხალივით წმინდავს. ხო, ყველაფერი ძველი ნეგატიური ქარიშხალივით გაინდევნება და ეს ჩვენ ამის შემდეგ მოგვიტანს დაყრდნობას, ასე ვთქვათ, გაჯერებას,
შეიძლება თუ პირდაპირ გაგები თქვა შიმშილს აღმოფრქვავს და ეს რუნა გაძღომა დაჯერება ხო როგორც მესამე რუნა რომელიც ითარგმნება იშიფრება როგორც გაძღომა ანუ ან დაჯერება გაჯერება უბრალოდ დაჯერება კი არა გაჯერება ჩვენ დაგვაშორებს ბნელებს ბნელ ძალას და რას ნიშნავს რომ ეს ადამიანიო თუ ადამიანს რამე შიშები გააჩნიაო ან რაღაც ისეთები რაც უშლისო განვითარებაში ხელს ადამიანი ამ თავის ნეგატიურ მხარეებს ამ თავის შიშებს და სხვა კიდე ისე რაღაცას რაც ხელს უშლის ამას ძირფესიანად ამოაფრქვევსო თავისი სულიდან თავისი გულიდან ხო ქარიშხალივით და ეს დაეხმარებაო როდესაც ყველას მოიქცევაო და ეხმარებაო ჩვენ ცივილიზაციას წინ წასვლაში ესე იგი ალიონა ამბობს რომ იმდენად შემჭიდროვებული და ძლიერი ენერგიები მოდის რომ ჩვენ ნაძალადევად გვაგდებს ესე იგი უკნიდან როგორ გითხრათ აი რიგში როდესაც ხალხი დგას და ვიღაცა გაწובה უკნიდან გინდა არ გინდა შენ გწევს წინ გეჯახება არ გაცხლის დადგომას და გჭყლინდავს აი ამ დაგვარად გარტყამს გაგდებს წინ ჩქარა რომ მოხდეს ეს ყველაფერი რომ შენ ჩქარა მოხვიდე გონზე და ეს ყველაფერი მიიყვანს ჩვენი და ნეგატიური შორის დაცილებაზე გაყოფაზე ესე იგი ჩვენ ახლა ვაგდებთო ბალასტს მე მგონია დღესდღეობით არა რა არის ბალასტი ყველა მიცის მაგრამ მაინც განმარტავ რას ნიშნავს ბალასტი ბალასტი არის ეს ის ზედმეტი რაღაცა რაც შენ გიშლის გზავრობაში აი მაგალითად როდესაც თვითმფრინავებს რაღაც პრობლემები აქვს და ვარდება ამ დროს რას შვებიან პირველ რიგში რას იზამენ უბრალოდ რაც ზედმეტია თვითმფრინავში ყველაფერს ჩამოაგდებენ რომ მიცენ საშუალება ადამიანებს ვინც იქ არის გადარჩნენ ხო ავიღოთ სახაერო ბუშტი იქ ხომ კიდია რაღაცები გარშემო ზოგჯერ აგდებენ ამათ გაჩნეხა რა შემთხვევა დაემართებათ ან მაგალითად მიგავს რამე ტვირთი ხო და რაღაც საშიშროება ზელი შენ მაგალითად ხედავ რომ ხეცი მოდის შენსკენ ან იგივე გველი დაუშვათ და შენ უნდა გაიქცე შენ ეს ზედმეტი ტვირთი ბალასტი უნდა ჩამოაგდო უნდა მოიცილო იმისთვის რომ სუბუქად შეძლო წასვლა გაქცევა აი ამდაგვარი ბალასტია ბალასტი გვაქვს ჩვენ იგივე მავნე ჩვევები სახით იგივე რაღაც მაგალითად არ გვინდა კომფორტს ჩამოვშორდეთ კი თითქოს გვჯერა რომ რაღაცა ხტება და უნდა მოხდეს მაგრამ მაინც არ მინდა არ გვინდა კომფორტი დავირღვიოთ რადგან რამდენიმე წლის განმავლობაში ასე ცხოვრობდა ჩვენი წინაპრები ასე ცხოვრობდით ჩვენ სანამ კედელს არ შევეჯახეთ და აი ეს არის ბალასტი ჩვენი ცხოვრების ბალასტი რომელიც ჩვენ უნდა მოვიცილოთ თავიდან არა ალენ აგიტაციას არ აკეთებს იმასე რომ ჩვენ ვარი უნდა თქვათ თუ ვინმე აქვს ქონებაზე ან თუ ვინმე აქვს საშუალება ფულზე და ასე შემდეგ არა აქ ალენა გულისხმობს ჩვენ შინაგან არასაჭირო ტვირთებზე მე რატომ ვამბობ ლობიჩი იმიტომ რომ ეს ამ ტვირთში შედის ბევრი რამე რაც ჩვენ ხელს გვიშლის და თქვენ ჩაიხედეთ თქვენ
გულებში, თქვენ სულში და თქვენ რა გიშლის ხელს? რადგან ზოგი ადამიანი იმდენად ამაყია, რომ ამას საჯაროდ არ იტყვის, რომ მე ამაში სუსტი ვარ, რომ მე აი ამ საკითხში ასე ვიქცევი ნეგატიურად, ან ვარ მართალი, ან არ ვარ მართალი. ზოგი ადამიანები მართლებით რომ არ იყვნენ ისე გაიმართლნენ თავს, რომ ვინც მართალია იმად გაამტყუნებენ. აი ეს არის ბალასტი. ან შენიშნა უბრალოდ იტყვი რაღაცას და ის ისეთ ლაძღვას გამოუშვებს შენს მიმართ, რომ თუ რკინისებრები არ აგავს, ინფარქტს დაგმართავს, იმიტომ რომ ბევრი ადამიანია ჯერ კიდევ ისეთები, რომლებსაც ყველაფერი გულთან მიაქვს. და არიან კიდევ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ფეხზე კიდიათ ბოდიშამ სიტყვაზე თქვენი გზნობები, თქვენი ნერვები, თქვენი ავადმყოფი გული ხელად გადადიან შეტევაზე, ყველაფერზე. თირესაც კი, ამიტომ რო უთხრა, შენ დაგიტოვებიაო იქ ტაფა და ღამით კატა მივიდა და თათები იყო დასვლილი. მომიბრუნდა ეს ადამიანი და მეუბნება, სათარეჩო თათები არჩა და ვაქარსა, რასაკვირველი არჩა და მე უთხარი, მე გავრეცხე მეთქი, თევშები და ჭიქები როში ვჭამე ხომ და გამერეცხა და ბინძურ ნიჟარაზე ხوار დავდებდა მას ყველაფერს. ჩამოვრეცხე ის. აი ესეთი ადამიანები და კიდე აქედან მიტყვა ლანცვა. საერთოდ ისეთ პიროვნებაა, აქეთ შეიძლება დაგცინოს, მიწას არ გაგასწოროს, მისეცო თითქოს და მისი საქმე იყოს, ხო? მაგრამ მას როცა რამეს ეტყვი, რას ქვია, ხელა თუ კადრისოს, არა და ქალი მაინც არ იყოს, კაცო, ქალი მაინც არ იყოს. ხო, არიან ასეთი ადამიანები, მაგრამ მე მაგი გულთან ახლოს არ მიმაქვს. მაგი თავის თავს აყენებს ზიანს, მე კი არა თავისიანით. თავის ჩხამს, მე კი არ მარქვევს. თავის თავს არ ვქოს, იმიტომ რომ მე მაგას ახლოსაც არ ვუშვებ და რა ხდება, როდესაც ტყვია არ შედის კედელში, რომ მიეჯახება და მე უკან ბრუნდება, ხო ეს ბევრმა არ იცის და მისი პირიდან გამოშვებული ტყვია ბჭყალებში, ისე მას უბრუნდება უკან, იმიტომ რომ მე მაქვს იმუნიტეტი გამომუშავებული. მე არც ერთი ტყვია და არც ერთი სარი არ გამოხვრეტავს. სულიერ გაგებაში. კი, რასაკვირველია, მეც გრძნობა არ დამიკარგავს, მაგრამ მაინც ვცდილობ, თუ მაგალითად მოხდა რამე ისეთი, რომ მაინც შეძლო ჩემი განერვიულება, მე კი გითხარით, რომ ხელად. მე ვისწავლეთ ჩემი ემოციების გაკონტროლება და აი ამ ნეგატიური ემოციების ჩახშობა. იმიტომ რომ ეს პირობებში ჩემთვის აცუდი. რატომ უნდა მიცი მე ჩემი ენერგია, ჩემი პოტენციალი ვიღაცას. მათ ზურგს უკან დგან არიან ბნელი ძალები, რომლებსაც უნდა ყვება. მათ ისინი ახლა შიმშილს განიცდიან და იყენებენ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც შხამი აქვთ პირში. და შეუძლიათ სხვაგვარად ცხოვრება, რომ ადამიანები არ დაჩაგრონ, არ დაამცირონ. ამიტომ გეუბნებით, უნდა ამ ხრივ უნდა ისწავლოთ თქვენი თავის დაცვა. თუ მაგალითად თქვენ ხედავთ ფიზიკურ მტერს, აი ომში დაუშვა და ესვრით და თავს დაიცავთ, აქ უკვე არ გიშველი თქვენ ტყვია, არ გიშველი ცემა. ეს ადამიანი რაც არ უნდა ცემოთ, რაც არ უნდა დაჩეხოთ, მაინც ისეთი დარჩება, თუ მან თვითონ არ გადაწყოთ თავისი თავის შეცვლა. და ამიტომ ჩემოკარგებო, ისწავლეთ, თავდაცვა არის ყველაზე კარგი იარაღი. თქვენ თუ თქვენი თავის თავდაცვას ისწავლით, ესე იგი თქვენ დაცულები ხართ. და ალიონა ამბობს, რომ ამ ბალასტის მოცილება ხდება ძალიან მტკივნეულად. ძალიან მტკივნეულია. იმიტომ რომ ჩვენ ამ დიდი ხანია ამ ჩვენ ცუდ ჩვევებთან, ამ ჩვენ ცუდ ხასიათთან ერთად ცხოვრობთ და ცოტა რასაკვირველია მტკივნეულია და კიდევ რა არის იცით მტკივნეული? აი მე ხომ თითქოს და არ ვაქცევ არაფერს ყურადღებას, გულთან ახლოს არ მიმაქვს არაფერი, მაგრამ ხანდახან გული მწყდება იმაზე, რომ აი მე მაგალითად ჩემზე ასე ფიქრობენ, აი მე მაინც რატომ აკადრა ეს, ხო?
არა და ხომ ვიცი რომ ყურადღება არ უნდა მიაქციო არა მე ამას არ ვამბობ გაბრაზებულად მაგრამ ჩემ თავს ვიჭერ იმასე რომ მე მაინც ჩემი ყურადღება მაინც მიდის იმ საკითხამდე თუ მეს რატომ აკადრა აი ესეც დასამუშავებელი მაქვს მე ამასაც არ უნდა ვამბობდე ამასაც არ უნდა ვფიქრობდე იმიტომ რომ ეს მინუსია ჩემთვის ხო ალონა ამბობს ალონას აქვს სპეციალური წიგნი და ესენი ირჩევენ რიცხვებს და რა რიცხვებსაც ხო ეკითხება ალონა პანდორას აირჩიო დაუშვათ რიცხვი 1-დან 10-ის ჩათვლით 1-დან შემდეგ 1-დან 6-ის ჩათვლით ან 1-დან 3-ის ჩათვლით და შემდეგ აჯამებენ ამ რიცხვებს და იმის მიხედვით ხსნიან თუ რა უნდა მოხდეს და აქედან მე სპეციალურად არ გითარგმნით მაგას იქ ცოტა გაჭიმულია დრო და გეუბნებით რომ ალიონამ ამოიკითხა რომ ჩვენ უნდა გაუფრთხილდეთ ურთიერთობებს უნდა ვიყოთ მადლიანად განწყობილი ყველას მიმართ უნდა ვიცოდეთ თუ როგორ უნდა განვალაგოთ პრიორიტეტები პრიორიტეტი ალბათ ყველა მიცით რა ანუ ის რაც მთავარია მნიშვნელოვანია ჯერ ის უნდა განვალაგოთ და ეს პრიორიტეტები უნდა დავაყენოთ წინ და რას ამბობს ალენა პერეგინია მოგპატიეთ ახლა წამალი დავლიე და რომ აკეთეთ თქვენი საყვარელი საქმე ის საქმეებით რომელიც ხელოვნებას ეხებაო აკეთეთო აი თქვენ რაც თქვენ გულს უნდაო ხო რაც თქვენ გიდათო და რაც თქვენ ბედნიერებას განიჭებთო აი საქმე აკეთეთო და თქვენ ეს საქმე შემოსავალს მოგცემთო თქვენ ამ საქმიდან თქვენი საქმიდან მიიღებთო შემოსავალს არ ვიცი ესე იგი მე თუ მიყვარს ხატვა დავხატავ მოგსოვ დავუშვათ თოჯინებს ან რამეს ხო და ახლა რასაც ვაკეთებ არ ვიცი კი არა მე მჯერა ამ გოგოების კი არა მე მჯერა იმის რომ შენ დაუშვათ რამე თუ გინდა ცხოვრებაში კარგი ახლა მაგალითს მოგიყვანთ ისე მე მინდა ძალიან მინდა გადასვლა ახალ ერაში მაგრამ ამისთვის უნდა ვიტიო ვიბრაციები რომ დავიტიო ვიბრაციები რა უნდა გავაკეთოთ მათ შორის მეც უნდა ვიფიქროთ კარგზე პოზიტიურზე უნდა შეიძლება ისე დავეხმაროთ კი ადამიანებს მაგრამ არ უნდა გავემბეთ ამ ადამიანების მახეში მე მაგალითი მოგიყვანეთ თქვენ რომ აქ დაუშვათ ცხოვრობდა ერთი ბებია და თავიდან ისმე შემეცოდა რადგან სკამი დადიოდა ვერ დადიოდა კარგად იგით ჯოხი დადის მაგრამ მოღუნული ხო და ამან იფიქრა რომ მე სულელი ვიყავი მე ამიტი ვიყავი და გამომიყენებდა ყველანაირად ესე იგი ჩემი სიკეთე აქცია მის უნდა და ექცია ჩემი სიკეთე მის შემოსავლის წყაროდ როგორ ახლა არა რას გულისხმობ უნდა და ჩემგან ფული ეს ის ხა არა და მეც მაგისტრით გუმური ვიყავი მას ის პენსიონერი იყო საკეთ მეტი პენსია მეტი აქეთ ბენისქირა აქეთ სოციალური მკერავი იყო ხო და ისი ფული უყვარს ისე მაგრად რომ თან აუხსენი მე რომ თქონდეს ფული მე შენ როგორ მოგცემ ფულს ოდესაც მე ქირის სახა გადასახდელი მაქვს კომუნალურები გადასახდელი მაქვს კი ჩემი ხაზი გაიხდეს ერთი ხუთარი მოდის მაგრამ ჩვენ ხო წილს ვაძლევთ იმისა რასაც ჩვენ ხარჯავთ დენი თავი მით უმეტეს დენს უფასოდ მინდა გახარჯვინოს ხო ხო და მე რომ ნახე მე ეს ყველაფერი როდ ეშმაკობდა ჩვენს მიმართ და იცით რა კი თითქოს კეთილი იყო
მაგრამ მისი სიკეთე მე მაგას და ესე იგი დაუმეგობრდი, იმიტომ რომ დედაჩემს მახსენებდა რაღაცით. ხუჭი დათრები ქონდა დედაჩემსაც. მე ამადას წასმა უყვარდა ამ ქალს და დედაჩემსაც გამოპრანჭვა უნდოდა და რაღაცნაირად, ამიტომ შემეცოდა. და მაგრამ ხალხო ერთ რაღაცას გეტყვით. აი ამ შემთხვევაში კი მართალია ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ასეთ ხალხს. უნდა მივაქციოთ მაგათ ყურადღება. მაგრამ არავითარ შემთხვევაში ასეთი ხალხის მახეში არ გაებმეთ. არა, მე მახეში არ გაუბმივარ იმ ხალხს, იმიტომ რომ მე იმდენი კი მაქვს ცხოვრებაში ნანახი, რომ გამოვიცნო ადამიანები. ხო, წამოგიდგენიათ აქედან წნეხის ქვეშ ვიყავი. ნახა მე ყველაფერს ვერ მოვყვები, იმიტომ რომ ჯერ ცხოვრობ აქა. ხო და არ ვიცი ესეუნება მე რომ სიმართლეს ვიტყვი. ხო და საერთოდ ვამბობ. არა, მე უბრალოდ არ ვაქცევდი იმ ხალხს ყურადღებას. არ ვაქცევდი მის აქციელს ყურადღებას. იმიტომ რომ ხედავდი რომ ეს ადამიანი ამას ეს თავის მოიჭამა ამ ქალმა თავისი. მოიჭამა. მაგას მე უკვე ვერ გადავაკეთებდი. ტყუილად ნერვებს მოვიშლიდი და მივიღე ის ადამიანი ისეთი, მაგრამ მე მივიღე ის ადამიანი ისე როგორც არის, მაგრამ ძალიან მაღიზიანებდა მისი საქციელი. მოიყვანდა დაიბარებდა თავის დაქალს, გასაყიდეს ვატანინებდა მეორადების სახლების, გინდა თუ არა ძალით უნდა მეყიდა. არ მინდა ქალო მეუთხარი, არ მინდა. აი ერთ შემთხვევას გეტყვით. იმ ქალმა მოიტანა ზედა, ქონდა გასაყიდი ატლასის, ისეთი კარგი. მაგრამ მე კი ძველი ნაყიდები მაქვს, ტანსაცმელები, ჯერ ის არ გამიცვეთია. ახალი ზედა რო ვიყიდო, რა თქმა დავდივარ მე შეიძლება ყოველთვე აპესის სასაღებად, ჩაირიცხება ბინისკირა თუ სოციალური, ამის სასაღებად გავიდე სამჯერ თვეში, ხო? და ნუ მე ახლოს ცხოვრობ აქანე, მაღაზიები ყველგანაა და კაი, გადახვავ, გადმოვალ, ახლოს ვარ. საშინაო ტანსაცმელსაც წავალ. ან მიწევს დაუშვათ განცხადების დასაწერად წასვლა სამთვეში ერთჯერ. ან მიწევს სამთვეში ერთხელ წასვლა აი უფასო გამოკვლევაზე და უფასო წამლები სასაღებად. ხოთლებში მე არ დავდივარ, ტირილებში მე არ დავდივარ და რაც მაქვს მე ხა მე რომ მუშაობდე სხვა ამბავია. სადმე ხო? დეგივე ტანსაცმელი ვერ ივიდე. გამოსაცლელი გინდა მაინც. თან ფეხსაცმელი, ჩემი ფეხსაცმელი ბოტასები იცვითება, მაგრამ ისეთი გემრიელია ეს ბოტასები, მასეც ვერ წვიყიდი ახლა. შავი ბოტასები, მაქვს ძველი ბოტასები, ისიც უკვე იხევა. ფეხსაცმელი მაქვს. ხო, ახლა ბოტები დამჭირდა, სახში ჩასაცმელი რობრეცხა მისულდება ფეხი, მაინც კალოშკებში ისხმება ზევიდან და ფეხი რო არ დამისულდეს ამ სიცილეში, მეორე კალოშკიც მაქვს. მე მაგრამ დაბალზე ამხელაზე და მაინც წყალი ხდება. იქ აბანოში რო ასხამ ტაში, მე ხომ არ შემიძლია დავშდე ისე ვრეცხო, თან ასე უნდა გაიწიო ისე და მე ვდგავარ ფეხზე. და კრანის ქვეშ მიდენა ტაშტი. ტანსაცმელები მე რაც მაქვს მეყოფა. ხო? რა თქმა უნდა, ტყუილად ვიყიდო, კარგი ტანსაცმელი, რომელსაც კი ლამაზი ზედა იყო, ყიდაო სათლა არ შემაძლებდა. მაგრამ რა თქმა უნდა, ჯერ ერთი მე ვიღაცი ქალის ჩანაცმევი მეორადებს ვარიდებ თავს საერთოდ, შედლების გვარად. თან იმ მომენტში მე ამჭირდება ზედმეტი ხარჯებს თავს ვარიდებდი, რადგან თვალის ოპერაცია გავიკეთე ერთი. ვაპირებდი მეორე თვალზე ოპერაციის გაკეთებას და წვეთები საყიდი მექნებოდა. წვეთებს ყიდულობდი ერთი თვალის წვეთებს ფული უნდოდა, ხო? მე ახლა ზედა მეყიდა, რომელსაც მე 1000 ერთხელ ჩავიცნო და დამედო
როდესაც ის 30 ლარი მე დავამატებდი და თვალის წეს მიყიდი და თვალი ხომ თავარია რომ არ დაჩირქებულიყო თავიდან ხო ყურადღება უნდა თვალს უცხოს ხეულს გიდებენ ხო და თვალი თვარ მიიღო თვალმა უცხოს ხეული შეიძლება დაგიჩირქდეს ხო იმპლანტი იმ ბუნებრივი ბროლის მაგივრად ხომ იმპლანტს გიდებენ მაინც იმპლანტი ქვია მაგას ხო და კიდე თუ რაღაცა ძალით გამხადეს ძალით ჩამასვანეს არ მინდა მეთქი და თან იმ ხალმა კიდე გამლაძღა აქეთ მეორე მოსვლაზე ხო ზოგიერთი თავისთვის ვერაფერს იმეტებენო და ეს ქალის მეუბნება მიდი კაცო იყიდე ამ ხალმა წამოგიდგენიათ მე კატარაქტიან თვალში ფერებსაც ვერ ვამჩნევდი თურმე არადა მაჩვენა გასაყიდი საროჩკა გინდა თუ რა მოდიოდა ჯიქიოდა ეს ახალი შემოსული იყო მე მეგონა მართლა ზედა და შევამჩნიე მხოლოდ ყავისფერი ფერი არა და ყავისფერი მე მიხდება მომეწონა და ეს თურმე პიჟამა ყოფილა და თურმე ამ ყავისფრის გარდა აქ ყოფილა ბორდოსფერი ნარინჯისფერიც სამი ფერი ყოფილა და მე კატარაქტიანი თვალით ხო ვხედავდი კარგად მეგონა უბრალოდ ყავისფერი ყვავილებში გაწყობილი ზედა და ეს პიჟამა იყო მე ადაკურები ვარ სახელოს რასაც დავაკურდებოდი ახლა რასფერი და მეუბნება ეს ხალი არავის უთხოვ ესო იყიდეო ჩემგან ვალაში მომყიდა კარგი ახლა მე ექიმთა ვარ წასასვლელი კლინიკაში ვემზადები ხო ვემზადები ბოდიში პირველი ოპერაცია უნდა გავიკეთო სექტემბრის თვეა 17 სექტემბერი ვემზადები საოპერაციო წასასვლელად წასასვლელად კლინიკაში სათვალებშიც არ დავიწყდეთ რომ სათვალებშიც ცუდად ხედავ და ჩავიცო ახლა ეს ზედა გავრეცხე დავამაგრე ფულაკები და ვაპირებ ამ პიჟამოთი წასვლას მაგრამ მე ხომ არ ვიცი რომ პიჟამოა გაგეცინებათ ჩავიცი ეს პიჟამო არა და მგონია კოფტა ზედა ხო და დიდი მაგრამ რაღაც ეს სხვანაირი მომეჩვენა საღელური კაი ალბათ ისეთი ფასონია მეთქი თქვი და მინდა ახლა ეს ძელსახლოვიანი და აბწევთ თქვი და ჩავყავი თითი და სადაა საწევი თურმე პიჟამო და დავაკვირდი ზოლები პიჟამოს რო უკეთებე ახლა გული კი მომივიდა მე მაქალს მაგრამ არ მიჩხუბია მამის სუსპიცა ვარ მე მაგაზე არ მიჩხუბია ზოგიერთ ამბავს დაათებდა მე და უბრალოდ ვუთხარი შენ არ იცოდი პიჟამოს რომ აძლევდი მე რომ ის პიჟამო იყო და მე კი ნახავ გამიშვი მე ვუთხარი კლინიკაში პიჟამოთი მე ხომ კატარაქტა მქონდა მე ვუთხარი და მე თუ ვერ შევამჩნიე რომ ის პიჟამო იყო შენ ხომ იცოდი მეთქი თავი გაისულა არაო იცოდა კაცო მკერვა მაქალმა არის ის პიჟამო და ზედა ერთმანეთისგან როგორ განერჩევა და წამოგიდგენიათ მე რომ ეს არ შემემჩნია წავიდოდი პიჟამოთი და ეს ხალი პატარა რაღაცაზე ფსიხდებოდა კლაუსნიკი ხალი იყო ხო და ახლა ჩემ ადგილზე ახლა მე რომ მაგისტვის ყველაფერზე პასუხი გამეცა მაგი არ შეიგნებდა მაგას ვერ შეიგნებდა ხომ არ მოყვა ხალხს რა ვქნა მე ნელ-ნელა დისტანციის დაკავება დავიწყე მაგას საკერავის რომ მკერავდა მაინც არ იცლებოდა ჩემთვის და ამ ხალხს დომები ვარ მე კი მე მეწოდებოდა თავიდან ნაგავსაც უყრიდი ვეგზავნებოდი პური უნდა თუ რაღაც უნდა არა და თვითონაც დადიოდა მშვენივრად როდესაც მასჭირდებოდა დაქალს აკითხავდა ერთ ადგილას მისი ნათესავი ცხოვრობს აქა იქ მივიდოდა და ხალხს ეძებოდა გადასულიყო მაღაზიაში და პური მოიტანა ან რამე ეყიდა იმიტომ კი არა რო არ შეეძლო ამას საერთოდ უნდა რომ შემდეგ რომ მოუტანდი რამეს ფული არ უნდა გამოგერთმია თუ უნდა გეჩუქნა და რამდენი
მაიკა ბაჩუკი, ნუ რაღაცა ეცი პატივი, მაგრამ კაცო, მე საჭველით პროდუქტები ახალი მოსული რო იყო, პროდუქტსაც უყოვდი. მამის უსფიცა ვარ. მე მამა ძალიან მიყვარდა და მამას ვიფიცებ ხოლმე, დედას კი არა. და აი თელი სამყარო მოტვია იმისი, მე ხალს როგორ ამოვდექი შვილივით ხარში. მაგრამ რო დავინახე ამ ქალის ეშმაკობა, მე ხა მაგას ხო ვერ გადავაკეთებ, რომ ცემო რო უყირო რას კიდევ მე დავკარგავ ვიბრაციას და ჩემ პოტენციალს ენერგეტიკულს. ამიტომ და საერთოდ ჩხუბი არ მიყვარს, მე არა ვარ კონფლიქტური თუ ძალით არ მომახებინე ენა. თორე მე ადვილად კონფლიქტში არ შევდივარ. და მიჩვენდეს ახლა. როდესაც ვიცი, რომ ჩემ ენერგიას მე უნდა გავუფრთხილდე. და ამ ხალს ნელ-ნელა ვშორდებოდი. არა, არ ვიჩვენებოდი არაფერი. მაგრამ ბოლოს იმდენამდე მიმიყვანა, რომ ამ ხალს კარგახანი არ ველაპარაკებოდი. თან აქედან მეცინებოდა. მოვისვენე, სულ ჩემს სახელს გაიძახოდა. ბოდიში და რომ გავიდოდი გარეთ და საჭირო თახისგან შემოbrunდე, ავიღებდი გეს, ის იქ თუ ის და დამაბრუნებდა. იმდენად უზრდელი ქალი იყო. მაგარი უზრდელი ქალი იყო. არის. ახლა ახალ ადგილას იქ დაიწყებდა ისევ თავის იმას მოწონებას თუ თავიდან არის თქო ადამიანს მართლა დაიჯერებ მის საქციელს. ხო და ახლა იგივე სიტუაცია იქა. ჯერჯერობით მის სასიკეთოდ ხდება ყველაფერი. მე არ ვიცი რა იქნება. ხო და მაგრამ მე სათქონდა მაგის მიცაცემი ფული და მან ჩემგან ვერ ისისხა ფული, რამდენჯერ განჩევს მარტყამდა. გავიდე მეორე გუმურსაც ეუბნება რაიო, მე მას ფულს დავაწერო? არა და ამ ხალს არ ესმოდა რომ დაწერაში არ იყოს საქმე. მე რო ვიხებ თანხას, მე პირველ რიგში ვიცი რომ ბენისკირა უნდა გადავიხადო და მე სინათლეზე წყლის ფული. ცალკე ბატარეიკებს მე ვყიდულობ. ეს ახლა ინკამა ერთხელ მომცა ის 10 ლარი და ბატარეიკები ვუყიდე. და ახლა მის ხზე ნაკეთი ბატარეიკა კალონკასტის დამჩა 1 ცალი. მე საერთოდ ვამბობ და მე ჩემი რაღაც ხარჯები მაქვს კაცო. ახალინა ოპერაციას ვიკეთებ, წამლები მჭირდება, ხო ვიცი რომ წვეთები უფასო არა. ეს და ის და მე შენ გარჩინო აქა თუ ჩემ თავი ვერჩინო. ასე შემთხვევაში არ უნდა შეიცოდოთ. ზოგი ადამიანი შეგაცოდეთ თავს. მე მაგამ თავი ბოლომდე ვერ შემაცოდა. მე ხო მივხვდი მაგი რა იყო. ხელად მივხვდი მისი როგორი ხასიათი ქონდა. რა ჩემი მართუმე შმაკობდა. რომ ფული უნდა და მე მისთვის მიმეცა. აბატიეთ. აი, ამავდროულად ადამიანმა შემაცოდა თავი. და სხვასაც ახლა იქაც აწოდებს თავს მაგათ. მაგრამ მე მაინც მეწოდებოდა, მაგრამ ფულს ერთი საქონდა მის მისაცემი ფული. რომ მქონდა და გადასაყრელად კაპიკს არ აღესებოდა ჩემგან. ვინ არის მაგის მოსატყუებელი? აი ამას ვამბობ, რომ ადამიანებს უნდა მოიქცე კარგად, მაგრამ არ შეგეშალოთ და მახეში არ გაებმათ. იმიტომ რომ ეს უკვე დახმარება არა. ნუ აქცევთ როგორ გითხარ? ნუ მიცემთ უფლებას ასეთ ავადმყოფობებს, იმიტომ რომ ავადმყოფებს, რადგან ეს ავადმყოფები დღესღაც, როდესაც უფრო ახალგაზრდები იყვნენ, ალბათ რაღაცას ცუდს ჩადიოდნენ. ხო და სიბირეშიც იგივე წესი დარჩათ, მოატყუონ სხვები.
ამიტომ მე მას მიუტოვე, ნაგვის გადაყრაც მიუტოვე, კალიას გაიყიდა. იმიტომ რომ ერთხელ შევამჩნიე რომ გაისტორა ზურგი, ვიღაც ქალს მეყავდა მანქნის წაღებაში ეხმარებოდა და დადგა ასე, გასწორებული. ხო და თან ხელად გული მოსდიოდა შენიშვნებზე. არ უნდა დაიახლოვოს ზედმეტად ადამიანი და არც არ უნდა ატკინო გული მით უმეტეს ავადმყოფ ადამიანს. ამიტომ მე არ ვიჩხუბი არაფერი ისე, ნელ-ნელა დისტანცია დავიცავი. ახლა მირეკავს იქედან. რატო არ მირეკავ? მე რატო უნდა დაურეკო მაგას? რა უნდა ვილაპარაკო, რომ დაურეკავ თულად ფული დავბრანდო? მე როდესაც მე ერთგვარად ინტერნეტი მაქვს ჩასადები და ინტერნეტს რო ვთავ, იმ დროს ვილაპარაკები ყველას. ვისაც საუბარი მინდა. რა მე რისთვის დაურეკო იმ ხალხს, მაგისა აქ არ არის და ნერვებს არ მიშლის. არა, ჩხუბიც არ მინდა. რა ვქნა? მეუბნება მოდიო ჩვენთან, ვითომ იქ იმის გასაგონა ტაქსი დოგიყვანო. ახლა ეს ღამაკლია მე უთხარი ტაქსებში ხარჯო ფული მეთქი. ხო რა, არ ვიჩხუბები ახლაც, არ ვიჩხუბები, იმიტომ რომ მაინც თავისას იტყვის. არაუცებელია ჩხუბ ადამიანს რომ თავიდან მოიცილო. იმიტომ რომ ზოგი ისე მიგეწებება, თავიდან ვერ მოიცილებ. და პანდორამ ერთვება საუბარში და ამბობთ, ახლა თქვენო, ჩვენ ყველანი უნდა დავკავდეთო ჩვენი ენერგიების განვითარებით. ხო და თქვენი ეს ენერგიები უნდა მიმართოთ საჭირო დინებაში. და ეს თვალის დაბნელების ტელეფონი ძალიან ძლიერიაო იმისთვის, რომ რამე ახალი დაიწყოთ, მაგრამ საერთოდ თვითონ 26 წელია იქნება. აი მე ხო უსმენ ინტერნეტში ხანი გადახვდები, მაინტერესებს დაბა. და ზოგი ამბობს, რომ ძიმე წელი იქნებაო ახალი საწყისებისთვისო. ახალი საქმის დასაწყებათო არ არისო გამოსილდაგარი წელი, მაგრამ პანდორა დალიონა ამბობს, რომ ეს ახლა ეს მთვარის ტელეფონი ახლა ამ დროისთვისო არისო კარგი იმისთვის, რომ თქვენი ენერგიები მიმართოთო საჭირო დინებაში, ანუ რამე თქვენთვის რა თქვენ მოგწონთო, რომ წამოიწყოთო. არ ვიცი თქვენი გადასაწყვეტია, ვინ როგორ ფიქრობს. ალენა ამბობს, რომ შაბათო ჩვენო ჩავატარეთო პლანეტარული მსახურება, ვიმუშავეთო იმაზე, რომ შიმშილის სცენარი მოგვეცილებიანო თავიდან, რომლის თავზე დახვევა უნდა ჩვენ ძნელ ძალებს. ხო და ამ ჩვენ შეხვედრებს შემოვერთაო ყველა მთელი სოფლიოს მასშტაბითო, ვინც ნახაო ჩანაწერებშიც და ამაზე ჩვენ კიდევ ვიმუშავებთო, რომ შიმშილის ნეგატიური სცენარი შიმშილთან დაკავშირებით არ განხორციელდესო. ხო და კიდევ მოხდებაო იმ ღმერთების დასაცავად პროცესის ჩართვა, რომლებიცო პასუხს აგებენო დედამიწაზე შემოსავლის აღებასთან, რომ იყოს კარგი შემოსავალი. მე თქვენ გითხარით, რომ ჩვენ ისინი, ვისაც ღმერთება დაღვიქვამთ, ზოგიერთები არიან ჩვეულებრივი, ჩვენაერი, ოღონდ უცხო პლანეტელები, ჩვენზე მეტად განვითარებულები, მაღალ დონეზე ასულები. ხო და გოგოები მადლობას უხდიან ენერგიებს, ღმერთებს, მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს ისინი არიან, მაგალითად ზევსი, აპოლონი, ესენი ყველა იყვნენ უცხო პლანეტელები, რომლებსაც დღეს ღმერთებს უწოდებენ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დროებით კი არა, დღეს მეთიშება ინტერნეტი და მე თუ მოვასწარი, კიდევ ერთ ვიდეოს დავდებ, თუ მოვასწარი, თუ არა და შემდეგ ჩართვამდე.